გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი მოდებაძე. ჩვენ ვაგრძელებთ ლექციების კურსს Cisco-ს კომპიუტერული ქსელები. Დღევანდელი თემა ჩვენი არის პორტების ჯგუფური კონფიგურაცია VLAN-ში. პრინციპში ეს თემა უკვე ვიცით. ეს თემა არა, უბრალოდ პორტების კონფიგურაცია VLAN-ში ვიცით, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ თვითეული პორტის კონფიგურირება. არ გავიკეთებია ჩვენ ესე თქვა ჯგუფური კონფიგურირება. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ თქვა აი ამ switch-ზე მიერთებულია ძალიან ბევრი კომპიუტერი, ამიტომ მათი თვითეული პორტის კონფიგურაცია ცოტა არის რთულია. ამიტომ არის შესაძლებლობა, რომ პორტები, ესე თქვა, ჯგუფურად გავუკეთოთ კონფიგურაცია VLAN-ში. მოდით ახლა გავაკეთოთ ზუსტად ეგ. ავიღოთ switch-ი, აი switch-ი ავიღოთ. გადავხოთ კომპიუტერები, ავიღოთ, კონტროლს დააჭირეთ desktop-ს. მოიჩეთ, შეგიძლიათ კონტროლს აუშვათ ხელი, 1, 2 და თქვა 3 იყოს. მერე კონტროლს დააჭირეთ ისევე და ლეპტოპი ამოირჩიეთ, მერე გაუშვით კონტროლს და აი დააგებთ ესე თქვა ლეპტოპებს. რა თქმა უნდა შეერთდეს, აქ მოდი გამოვიყენოთ აი ეს ავტომატური მიერთება. რაც კონტროლს დააჭირეთ, მე დააჭირეთ, აი ეს ამოარჩიეთ და ავტომატურად მიერთებს აი ამ ყველაფერს. აი ეს არის პრინციპში სრულ. ერთადერთი აქ გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი დაალაგოთ, თქვათ, სიმეტრიულად. სიმეტრიულად როდესაც ალაგებთ რაღაცას შეცდომების, ესე ვთქვათ, გამოსწორება და პოვნა არის უფრო ადვილი, იმიტომ რომ შეცდომები როგორც ყოველთვის არასიმეტრიულად გამოიყურება. ამიტომ ეცადეთ, რომ აი რაღაცნაირად სიმეტრია დაიცვა და გააკეთოთ მოკლედ ისე, როგორც საჭიროა. ეს შეგიძლიათ ეს გაუშვათ, მაინც ეს არის real time ჩავთოთ. აქ უკვე ERP პაკეტები გაიგზავნა, ამიტომ მოკლედ პრობლემა არ არის. მოდით ახლა ეს გავაგზავნოთ აი აქ. ოპა. ახლა ეს რა გვითხრა ის, რომ აი ეს ჩვენი კომპიუტერები არ არის კონფიგურირებული, აი ეს გამოგჩა გინაღა. 192, 168, 01. აქ ავტომატურად მიენიჭება ეს ჩვენი IP კი არა და subnet mask-ი. ახლა აქ უკვე კიდევ დავაკონფიგოთ ეს ჩვენი, ეს უკვე მეორე არის, მერე მესამე გავაკეთოთ. დავაკონფიგოთ მესამე კომპიუტერი, უკვე მერე desktop-ის ან ლეპტოპებზე გადავდივართ. ესე ვთქვათ, ეს არის 4, ეს არის უკვე მე-5 და მე-6. შეიძლება ვიღაცას გაუშვეს კითხვა, რატო ვიმეორებთ ერთი და იგივეს. საქმე ის არის, რომ რაც უფრო ბევრჯერ გაიმეორებთ, მით უკეთესი. ხო, ეს restart simulation, delete. აქ უკვე საგებია რაც არის. так, ახლა მოდით ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. გავუშვათ პაკეტი. პრინციპში ამ კომპიუტერებმა და switch-მა უკვე იცის სად ვინ არის მიერთებული, აქ რომ დააჭერთ, ანუ რო აწყობთ და დააჭერთ, პრინციპში წესით უნდა იცოდეს, მაგ მე restart-ი გავაკეთე, ეს ამ გამეკეთებინა. კაი, არ აღუშვებს. გავუშვათ, აი RP მოძრაობს შეუძლებლად პაკეტები, მიდის ყველგან, აი აქ დააჩენები პასუხს აცემ, მხოლოდ ეს ცემს პასუხს და მე აგზავნის მოკლედ. ახლა უკვე ICMP პროტოკოლის პაკეტების გადაგზავნა მიდის, დანიშნულების ადგილებზე მივიდა, ახლა პასუხს გასცემს. და switch-ი გადავა უკვე აი ამ PC-ზე. აი ეს არის. აი მით დასრულდა პრინციპში ის, რაც ჩვენ გვინდა. მოდით ახლა დავაკონფიგოთ ეს მოწყობილობა, ანუ switch-ი. ისევ და ისევ CLI-ში შევიდეთ, აქ enter-ს აატყით, რომ ეს user mode-ში აღმოჩნდეთ, ანუ შეგვეძლოს ბრძანებების აკრეფა.
ეხლა enable-ის მოკლე variants ავკრიფავ, შევედით ესე ვთქვათ პრივილეგირებული რეჟიმში, პრივილეგირებული რეჟიმიდან უნდა გადავიდეთ კონფიგურაციის რეჟიმში. ამისთვისაც გამოვიყენებ მე მოკლე ბრძანებას conf-t, ანუ config terminal. შევედით უკვე კონფიგურაციის ტერმინალში და ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ VLAN 2. ну სახელი name ანუ ეს არის საფინანსო დეპარტამენტი მე ახლა ინგლისური მაინც და მაინც კარგად არ ვიცი, ამიტომ მე აქ ავკრიფავ ისორად ავკრიფე. აი ეს მოკლედ ესე ვსწავლობთ ნელ-ნელა ინგლისურს. ხო აქ მოდით ეს დავშალოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თუ აი აქ სახელში არის space-ი, ეს ორი ორმაგი ბრჭყალები ჭირდება, თუ არა და ნუ არ ჭირდება. შეგვიძლია თქვა და ესე გაგვეკეთებინა. აი ესე. ну მაშინ ბრჭყალები აღარ თქვა დაბლა ხაზი გაგვეკეთებინა, რომ პრინციპში ბრჭყალები აღარ იქნებოდა საჭირო. ну რაც არის მოკლედ ესე სწავლა. პრინციპში სახელი დავარქვით exit, ანუ გამოვდივართ უკან და ეხლა VLAN 3 გავაკეთოთ. VLAN 3, აი ესე. გაკეთდა VLAN 3. ну name-ი გავავსვათ, აქ შეგიძლიათ უკვე გამოიყენოთ აი ეს ქვია ისრები და გადართოთ ბრძანებებს შორის გადახვიდეთ, რომ გაიადვილოთ ბრძანებების აგრეფა რა მოკლედ. აი ესე პრინციპში მოჩა გათავდა VLAN-ები გვაქვს. ეხლა საჭირო არის ინტერფეისები, აი ეს ინტერფეისები. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა ეს აგრიფოთ მოკლე ვარიანტი, ან გრძელი ვარიანტი, ну int მერე range fast ethernet-ი ჩვენ ნახეთ რაც იყო, ანუ ეს არის აი ესენია, აი fast ethernet 01, 02, 03, 04 და ну ესე 06-ია ბოლო. ანუ რაც გვაქვს პრინციპში მიერთებები ეგენია. ხო, აქ range-ი და მე ანუ fast-ი, ну აი ესეთაერად იწერება და აი ესე გაიწერება range-ი. ანუ ეს არის ესე იგი ჩვენ ახლა ვაკონფიგებთ ფიზიკურ პორტებს და ეს არის 03 range-ს ვაძლევთ. ანუ ესე იგი პირველი, მეორე და მესამე პორტების კონფიგურირებას ვეწევით. ახლა აქ უკვე შემოვედით აი ამ კონფიგურაციის რეჟიმში. აი აქ ჩვენ გვაქვს ჩვენთვის უკვე ცნობილი ბრძანება, ეს არის port switch port-ი. აი ესა. ამის შემოკლებული ვარიანტი სამწუხაროდ არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც. ну აქ ჩვეულებრივად mode access აი აქ შემეშალა ვიდედა. ანუ აქ ცოტა დააგვირდით რა სკრიფტავთ, აი შევედით switch port mode access-ი, მერე access და უკვე წერთ VLAN 2. პრინციპში სულ ეს არის, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ну ჩვენთვის ახლა ძირითადი რა იყო ახლა ჩვენთვის აი ეს ვარიანტია, range-ი შეგიძლიათ გაუწეროთ. ხო, ახლა იგივე int, ანუ ეს არის ინტერფეისი, range-ი გაუწეროთ, ეს არის 4-დან 6-ის ჩათვლით, აი ეს არის range-ი. მერე switch port-ი want mode access და მერე უკვე ვაძლევთ switch port access VLAN 3. ну პრინციპში სულ ეს არის. აი გავუშვით. ეხლა ერთადერთი რაც ჩვენ დაგვჭირდა კიდევ იქიდან გავიდეთ პრინციპში exit და აი აქ უკვე შეგვიძლია დავიმახსოვროთ, ანუ ეს ყველაფერი კონფიგურაცია, ანუ ეს არის write, ну ეს შემოკლებული ვარიანტია, ანუ memory, write memory. ну აი
პრინციპში დავიმახსოვრეთ ეს კონფიგურაცია და შეგვიძლია პრინციპში გავიდეთ. აი ეს არის პრინციპში სულ. მოდით ახლა ვნახოთ აქ რაც გვიჩვენებს ეს ყველაფერი. ну, პრინციპში ყველაფერი რიგზეა, როგორც ხედავთ, მეორე, მესამე, აი უყურეთ ველანი წერია. ანუ პირველ, მეორე და მესამე ფასეზნეტები ზის მეორე ლანზე, ხოლო მესამე ლანზე ზის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პორტები. ну, პრინციპში ამით უკვე ჩვენ ესე ვთქვათ, ლოგიკურად გავყავით ეს ფიზიკური ლოკალური ქსელი ორ დამოუკიდებელ ქსელად და აქ რა თქმა უნდა მათ შორის ურთიერთობა უკვე შეუძლებელია. მოდით ახლა ავიღოთ და გავუშვათ თქვათ პაკეტი აიქიდან აქამდე, ნახოთ რა სიზავს. აი ხედავთ ანუ switch-მა უკვე იცის ეს ვინ არის, ესენი უკვე იცის, ამიტომ დარჩა ესე როგორც არის. აქამდე პრინციპში ჩვეულებრივად მოძრაობდა, მოდი ეს პაკეტი მოვაშოროთ აქედან. ну, შეგვიძლია შევიდეთ და დავპინგოთ. ping 192, 168, 0 და ეს იყო რომელი მესამე 1 2 3 მეოთხე მაპატიეთ, ოკეი. 4. აი, ну, ვერა, ხო აქ real time-ია და გადავრთოთ დამჭა. ну, აი ვერაფერს ვერ შვება. time out-ი თუ დაგიწერათ, всё. ну, აქ მაგალითად შეგვიძლია მეორე გავპინგოთ, ჩვეულებრივად არ არის პრობლემა. თქვათ, მესამე შეგვიძლია გავპინგოთ, მაგრამ აი დანარჩენს უკვე ვერ ანუ მეოთხეს თქვათ მეხუთეს ვსინჯოთ. მაშინ არანაირი პინგი არ გადის, მეხუთეს და არც მეექვსეზე გავა პინგი. ну ესე. ხო, ესაც შეეხება ანუ მოკლედ აი ამ კომპიუტერებში ერთმანეთთან ცდომა აი ამათთან უკვე აღარ. ну ავიღოთ თქვათ ეს და იგივე გავიმეოროთ. ping 192 168 0 და ну ავიღოთ რა, ну მოდი პირველი იყოს, გავპინგოთ. რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გავპინგეთ. ასია. იგივე იქნება მეორეზეც. ცოტა ხანი ვაცალოთ, არ არის და იგივე იქნება მესამეზეც. არ არის. ну რა თქმა უნდა, მეოთხეზე უკვე პრობლემა უნდა იყოს. აი გაიპინგა ეგრევე და მეექვსეზეც არ არის პრობლემა. აი მეექვსეზეც არის. ხო, ისე არის ბრძანება, ანუ ეს არის IP config. ეს IP config-ი მუშაობს ესე ვთქვათ Windows-ში, არის კაი config, ხო, ოკეი. აი ეს არის კონფიგურაცია ჩვენი კომპიუტერის, აი ეს IP მისამართი. ну დანარჩენები ახლა ჩვენ ჯერ არ ვიყენებთ, მაგრამ ну მოვა დრო გამოვიყენებთ ამ ყველაფერს. მოკლედ ამით დავასრულოთ ჩვენი ვიდეო. ანუ ხედავთ რომ ძალიან პატარ-პატარა ვიდეოებს წერთ, იმიტომ რომ დიდი ვიდეოს ყურება ზოგადად არის რთული. ამიტომ ვცდილობ რომ პატარ-პატარა ვიდეოები შემოგთავაზოთ. ну ამით დავასრულოთ ჩვენი ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.